სიტყვა манифестაცია არა მარტო საქართველოში არის ძალიან აქტუალური და ტრენდული, არამედ ზოგადად მსოფლიოში და უკვე ძალიან ბევრი წელია. თუმცა ამ სიტყვის ირგვლივ არის ძალიან ბევრი თაღლითური სქემა, ტყვილი და ადამიანები შეყავთ ყოველდღიურად შეცდომაში. იქიდან გამომდინარე, რომ манифестაციით როგორც პრაქტიკით ძალიან ბევრი წელია დაკავებული ვარ, გადავწყვიტე რომ ჩემი აზრი და ინფორმაცია გამეზიარებინა. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს არის ჩვენი მე-11 ეპიზოდი. манифестაცია ისე როგორც დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით გვასწავლიან, ან თუნდაც მის მიღმა, ძირითად შემთხვევაში არის ძალიან დიდი ტყვილი და თაღლითური სქემა. პირველად манифестაცია და მიზიდულობის ძალა ჩემთან ცხოვრებაში მოვიდა 2010 წელს, როდესაც ოჯახის წევრმა მირჩია მენახა ფილმი The Secret და შემდეგ შევუყევი ამ ფილმის მიღმა რა ინფორმაცია იყო, ძალიან ბევრი გამოსვლა, ლექცია, წიგნი წავიკითხე ჯო ვიტალეს მიერ და მოკლედ ძალიან გახარებული ვიყავი, იმიტომ რომ ფაქტობრივად თინეიჯერი ვიყავი და ძალიან მიხაროდა ის, რომ ესე მარტივად შეიძლება მიაღწიო შენს მიზანს, თურმე სურვილი ჩაიფიქრო, დახატო ამ ფოტო, ამობეჭდო, შეიგრძნო ეს ყველაფერი და მე არაფერი არ გააკეთა და ეს იდეა ძალიან მომეწონა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს ზუსტად ამით ხიბლავს ეს იდეა, რომ არის ძალიან მარტივი გზა, საშუალება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს საოცნებო მიზნებს თუ სურვილებს, მაგრამ რეალურად ეს არ მუშაობს, არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, რაზეც ალბათ ფილმები არის გადაღებული, ვიზაც იმუშავა ამ მიმართულების პრაქტიკამ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ამ გამონაკლისებში სურვილის ჩაფიქრების მიღმა ყოველთვის იყო ფოკუსი და მოქმედება. ასე არავის ცხოვრებაში არ ყოფილა და თუ ამბობენ, რომ ყოფილა ეს არის დიდი ტყვილი, რომ ფურცელზე დაწერა სურვილი, იყო კონკრეტული მთვარის ფაზა, ეს ქაღალდი დაწვა, მერე დაიძინა და დილით სურვილი შეუსრულდა. მოკლედ ეს ყველაფერი არის დიდი ტყვილი. მათ შორის ჯო ვიტალე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი პროპაგანდისტი არის ამ მიმართულების, ის დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი არის პროფესიონალი მარკეტერი, პროფესიონალი salesman და პროფესიონალი თაღლითი, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც არიან რაღაც გასაჭირში, რაღაცის დანაკლისში, ამ ადამიანებზე მუშაობს, იცის როგორ შეეხოს მათთვის მტკივნეულ თემებს და ყიდის იმედს. ოღონდ მხოლოდ იმედს, რომელსაც არაფერი არ მოყვება. სხვათა შორის, ბევრი ვიდეო შემხვდა ქართულ სოციალურ ქსელებშიც და YouTube-ზეც манифестაციასთან, აფირმაციებთან დაკავშირებით და მაინც და მაინც დაკავშირებული არის ეს თითქოს კონკრეტულ რაღაც ასტროლოგიურ მოვლენებთან, ან მაგალითად მთვარის, ან მზის არ ვიცი ფაზებთან, რომ ხდება უბრალოდ ვცდილობ რომ არ ვცნახო, იმიტომ რომ მკაცრი ფილტრი მადავს. და რისი თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი არის ტყვილი, იმიტომ რომ არის манифестაციის რუტინის მხოლოდ ნახევარი ნაწილი. მეორე ნახევარზე რაც უნდა გააკეთოთ, არ გესაუბრებიან და რეალურად მეორე ნახევრის გარეშე, რაც არის ფოკუსირება, ყოველდღიური მოქმედება, ახალი უნარების შესწავლა, ამაზე არ გელაპარაკებიან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის რთული და იციან, რომ ადამიანს უნდა რაღაც ესეთი easy money მიდგომა ყველაფერთან მიმართებაში, ეს მატერიალური სურვილებია თუ არა მატერიალური და რაღაცნაირად იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ჩემი ყველა მიღწევა და მიზანი შევასრულე და მივიღე манифестაციის რუტინის ოღონდ სრული საფეხურების დაცვით და ამას ბევრი წელია ვაპრაქტიკებ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენთვის გამეზიარებინათ, შეიძლება დღეს ჩემ არხს ცოტა მაყურებელი ყავს. ამ ცოტა მაყურების რაღაც ნაწილს მაინც თუ აქვს манифестაციების მიმართ ინტერესი, მინდოდა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ნეირომეცნიერებას, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგიას, ფსიქიატრიას, სტენფორდის კვლევებს და ასე შემდეგ, გამეზიარებინა, რომ რაღაცნაირად ერთად სწორად და ეფექტურად წავიდეთ წინ ჩვენი მიზნების მიღწევის და შესრულების ნაწილში. იმას ნამდვილად ვეთანხმები, რომ სამყაროში ყველაფერი არსებობს,
რაც ჩვენ გვინდა და არ გვინდა ჩვენთვის. ყველაფერი არსებობს და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ ჩვენ ცხოვრება როგორი იქნება, რა დეკორაციები იქნება იქ, როგორ ხასიათზე ვიქნებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ ხდება მანიფესტაციის დღევანდელი დამახინჯებული გაგებით. ჩაიფიქრე სურვილი, დაწექით აიძინე და როდესღაც ის შენთან მოვა და მე იმ შენ გურუს რომ მიუბრუნდები, რომ იცი რა, გავიდა 1 წელი და არსით ხმა, არსით ძახილი, ის გეუბნება, რომ იცი რა, ეთყობა საკმარისად არ გჯეროდა, ან საკმარისად არ გინდოდა, ან სამყაროს შენთვის ეს არ ემეტება და რაღაცნაირად მთლიან პასუხისმგებლობას, რომ ეს თქვენ არ შეგისრულდათ, გადმოიტანს თქვენზე. რეალურად პასუხისმგებლობა მართლა თქვენზე არის, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ არანაირი მოქმედება არ ჩაიდინეთ, გარდა იმისა, რომ ფურცელზე დაწერეთ. სხვათა შორის, როცა ეჭვი გამიჩნდა აი ამ ფილმის და ამ The Secret-ის ირგვლივ ლექციების და გამოსვლების და წიგნების მიმართ ესეთი ფიქრი მქონდა, რომ აი მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე. ეს ინფორმაცია არის ნათარგმნი ყველა ენაზე, მათ შორის ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველოს და ესეთი მარტივი თუ არის, რომ ყველამ კარგი თავის საოცნებო ცხოვრებით იცხოვროს, ასე ფურცელზე დავწეროთ, დავხატოთ მანქანა. რატო არ ხატავს ეს ხალხი და რატო არ ცხოვრობს ყველა ამ თავის საოცნებო, ესე ვთქვათ, ცხოვრებით და აი ამ კითხვებიდან გამომდინარე დავიწყე კვლევა და რომ დავიწყე კვლევა, პირდაპირ ვიტყვი, რომ მეც ვაპრაქტიკებდი მაგ vision board-ებს და ყველაფერს, მაგრამ სამყაროს იმედად ვიყავი, მე არანაირ მოქმედებას არ ვახორციელებდი. შეიძლება ვიზუალიზაცია ჩამერთო. დახან კითხვები დამებადა, რომ რა ხდება ეხლა, ეს ხალხი რო ამბობს, რომ აგვისრულდა, როგორ აუსრულდა, ან ყველას რატო არ უსრულდება, ეს სამყარო რა არის, რა რითი გვარჩევს. და მივედი უკვე მერე კვლევებამდე და მივედი დოქტორ დოუთიმდე, რომელიც არის სტენფორდის პროფესორი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაშრომი და კვლევა აქვს და სხვათა შორის წიგნებიც, 2 წიგნი აქვს ძალიან კარგი. დავაპირებ, რომ ჩემი წიგნების რუბრიკაში ერთ-ერთი მისი წიგნი ჩავთო იმ 22 წიგნში, რომელიც შერჩეული მაქვს და რისი თქმა მინდა, რომ მანიფესტაცია ნამდვილად შედგება ვიზუალიზაციისგან, ნამდვილად შედგება რწმენისგან, ნამდვილად შედგება აფირმაციებისგან, მაგრამ კიდევ სხვა რაღაცეებისგან შედგება და თან ეს არ არის რიტუალური, ეს არ არის, რომ ერთ დღეს ცეცხლები დავანთეთ და ხასიათზე მოვედი და მოდი გავაკეთებ, ან ასტროლოგმა მირჩია და მოდი გავაკეთებ, ეს ესე არ მუშაობს, ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რაც უფრო ხშირად გააკეთებთ, უკეთესია. როგორც ჩვენს კუნთებს ჭირდება ვარჯიში, იმისთვის რომ უფრო გაძლიერდნენ, უფრო წელვადი იყოს და ასე შემდეგ, ისე ჭირდება ჩვენს ტვინს ვარჯიში, კონკრეტულად მანიფესტაციებით, იმისთვის რომ ჩვენი სურვილები და საოცნებო ცხოვრება და მიზნები ჩავიტანოთ ჩვენი ქვეცნობიერის დონემდე, ჩვენი ქვეცნობიერი დავაჯეროთ იმაში, რომ ეს რეალურად ის არის, რაც მე მინდა და ქვეცნობიერმა ისე მომართოს თავისი თავი და შესაბამისად ცნობიერი, რომ ჩვენ ყოველდღე დაგვაწყებინოს მოქმედება ამ მიზნებისკენ წინსვლაში. ანუ საიდუმლო გასაღები და ჯადოქრობა არის ჩვენში. ჩვენ ვართ ის ჯადოქრები, რომლებიც აღწევენ თავიანთ მიზანს და არა სამყარო და კოსმოსი. როგორც კი თქვენ მიანდობთ ამ ყველაფერს, ესე ვთქვათ, მესამე ძალას, ესე დავარქვათ, თქვენ გადადიხართ პასიურ მდგომარეობაში, ამისნების მიმართ არანაირ ენერგიას აღარ გამოსცემთ, იმიტომ რომ მოლოდინში ხართ, ხშირად გავიწყდებათ კიდევ ეს და ეს მიზნები შესრულებული ფორმით უკვე სხვა რეალობებში თქვენს მიღმა არის და ვერც ვერასდროს ვერ მიაღწევთ. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ მართლა გინდათ მიზნის მიღწევა, შედარებით უფრო მალე გინდათ, ან ესე ვთქვათ, როცა დროულია და გონივრული, მაშინ გინდათ, რომ ეს ამ მიზნებს მიაღწიოთ, მაშინ თქვენ ყოველდღე უნდა იმოქმედოთ კონკრეტული ნაბიჯების მიხედვით, რომელსაც დოქტორ დოუთი თავის წიგნში წერს და უკვე, რა ვიცი, 10 წლეულები აპრაქტიკებს
და მის ამ პრაქტიკას მე რაღაც ჩემებური twist-ი შევძინე და თქვენ შეგიძლიათ თქვენებური რაღაცეები დაამატოთ, რადგან ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ხშირი წერა უფრო კარგად მოქმედებს, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ხშირი მაგალითად ხატვა ან სიმღერა. მოკლედ ეს ინდივიდუალურია, თუმცა ის საფეხურები, რაც უნდა გაიაროთ იმისთვის, რომ მანიფესტაციის რუტინა ყოველდღე შესრულდეს და არა რიტუალი მთვარეზე, ეხლა მოგიყვებით რა არის. პირველი საფეხური, როგორც პროფესორი დაუთი გვეუბნება, არის დამშვიდება გონების, თუ გინდა მედიტაცია და არ გვით, თუ გინდათ უბრალოდ რომ იყოთ მშვიდ მდგომარეობაში. აი ჩემს მაგალითს გეტყვით, რომ მე მიცდია მანიფესტაციის რუტინის გაკეთება, როცა ვარ გაბრაზებული ან სევდიანი და ეცადეთ რომ არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით, იქიდან გამომდინარე რომ ყოველდღე ვაკეთებდი, ვაკვირდებოდი რომ ამ ნეგატიური ფონის ხასიათს ჩემოქონდა სხვანაირი მიზნები. აი გეტყვით ცოტა უფრო აგრესიულ, ზედმეტად მატერიალური, როცა ჩვენ მანიფესტაციებში აუცილებლად უნდა ჩავდოთ არამატერიალური მიზნებით. ანუ ყველა მხრივ, ყველა ასპექტი უნდა მოვიცვათ, იმიტომ რომ მარტო ბევრი ფული, მარტო კარიერული წარმატება სრულ კარგ ფონს, სრულ კარგ სურათს არ მოგვიტანს. აქედან გამომდინარე, მართლა შევატყვე, რომ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, რა არის ეს გაბრაზებული, რო ვარ ძალიან კარიერისტი ვხდები ან ძალიან ისე რა ქვია ფუფუნების საგნებზე ვიწყებ ფიქრს და საერთოდ ესეთი წესი შემოვიღე ჩემს რუტინაში, რომ თუ არ ვარ ნეიტრალური ან იქით დადებითი სიმების, ესე ვთქვათ, ენერგეტიკულ ველში, მაგ დღეს მანიფესტაციის რუტინას ვტოვებ, ან იმ მომენტში არ ვაკეთებ და შეიძლება საღამოს გავაკეთო და ეგრევე ვგრძნობ, როგორც კი დავმშვიდდები და კარგი ნოტები ჩემოდის ჩემ ხასიათში, რამდენად იცვლება ის სურათი, რომელიც მინდა მე ჩემს ცხოვრებაში და თქვენც გირჩევთ, თუ არ გჯერეთ ჩემი, შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენ თავს, როცა მრისხანებაში ან გაბრაზებული ხართ, რა ფიქრები და მიზნები გაქვთ და როცა კარგ ხასიათზე ხართ, რა ფიქრები და მიზნები გაქვთ, მაგრამ ვაკეთებთ ყოველდღიურად, ან ვცდილობთ მაინც რომ გავაკეთოთ ყოველდღიურად და ვიწყებთ დამშვიდებით. ანუ უნდა ვიყოთ რაღაცნაირ მშვიდ მდგომარეობაში იმისთვის, რომ გონებას გქონდეს მაღალი მიმღებლობა ინფორმაციის და რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დროს უკეთესი კავშირი გვაქვს ქვეცნობიერთან. მეორე საფეხური არის მიზნების მკაფიო განსაზღვრა. ოღონდ ჯერ არ დაწეროთ, ჯერ ტვინში დაიწყეთ, ესე ვთქვათ, ბრეინსტორმინგი, რა მიზნები გაქვთ. ეს მიზნები შეიძლება იყოს ფინანსური, ურთიერთობების, ოჯახის, ჯანმრთელობის, განვითარების, ყველა მიმართულებით, რა სულიერების მიმართულებით და ეცადეთ, რომ ეს მიზნები იყოს მრავალფეროვანი, რომ ყველა ასპექტი მოიცვას თქვენი ცხოვრების. მიზნები უნდა იყოს მკაფიო, მაგალითად, ესეთი მიზანი, რომ მინდა ვიყო წარმატებული. ეს არ ჩაითვლება მიზნად. უნდა განსაზღვროთ პირველ რიგში, რას ნიშნავს თქვენთვის თითოეული სიტყვა. აი, რა არის წარმატება? როგორი არის თქვენთვის წარმატებული ადამიანის ცხოვრება, ემოციები, დღის წესრიგი, შეგრძნებები, არ ვიცი, რამდენი უნდა გქონდეს ხელფასი, სად უნდა მუშაობდეს, როგორი ოჯახი უნდა ყავდეს, აი, განსაზღვრეთ ძალიან მკაფიოდ, იმიტომ რომ ჩვენს ტვინს დღის განმავლობაში ისედაც ძალიან ბევრი არასაჭირო ინფორმაცია მიეწოდება, გარშემო არის სულ ხმაური ბრძოლა იმაზე, ჩვენს ყურადღებას ვინ წაიღებს, ამიტომ ფოკუსირდით კონკრეტულ მიზნებზე, იმისთვის რომ ტვინმა მარტივად შეძლოს შემდეგ ფილტრაცია თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისი რაღაცეები შემოიყვანოს თქვენს ცხოვრებაში და შესაბამის რაღაცეებზე გაგამახვილებინოთ ყურადღება, რაზეც იქამდე არ გაამახვილებდით. მესამე საფეხური არის ვიზუალიზაცია და ვიზუალიზაცია არის ძალიან ძლიერი პრაქტიკა, თუმცა როგორც ვთქვით, სხვა საფეხურების და ეტაპების გამოტოვების გარდა ეს შეიძლება იყოს რეალობიდან გაქცევის საშუალება და მომავალში ცხოვრება, როცა აწმყოს არ უყვარს დაუფასებლობა. ანუ პირველ რიგში აწმყო უნდა დავაფასოთ, აწმყოს უნდა უთხრათ, რომ ჩვენი აწმყოსთვის ვსრუნავთ ახლა
რამდენიმე წუთი გავდივართ აწმყოდან და ვაწყობთ ჩვენს მომავალს. აი, მე ესე გირჩევდით, რომ ამ მომავალში ერთიანი სურათი წარმოიდგინოთ. მაგალითად, თუ გინდათ რომ გქონდეთ კონკრეტული სახლი, წარმოიდგინეთ ეს სახლი. თუ გინდათ რომ გქონდეთ ესეთი და ესეთი ოჯახი, წარმოიდგინეთ რომ ეს ოჯახი არის იქ თქვენთან ერთად. თუ გინდათ რომ გამოიყურებოდეთ, არ ვიცი, რაღაცნაირად, ჩააცვით თქვენ თავს ეგრე, იყავით ნავარჯიშები, შეიყვანეთ კადრში თქვენი თავი ეგრე. ანუ ერთ მთლიან სურათში, აი, ბევრი კომპონენტი, ბევრი შეგრძნება მოიცავით, რომ მარტივი იყოს თქვენთვის ვიზუალიზაციის პრაქტიკა. აი, როგორც მაგალითად, აი, პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეთ თქვენს ცხოვრებაზე. ყველაზე კარგი სავარჯიშო არის, როგორი იქნება თქვენი დღე გაღვიძების მომენტიდან დაძინების მომენტამდე. ვის შეხვდებით, რას შეჭამთ, რას გააკეთებთ, როგორი შეხვედრები გაქვთ, ან როგორ ისვენებთ და ყველაფერი ჩაატიეთ აი ამ ერთ დღეში და ეს ყველა ასპექტი მოიცავით და ჩათვალეთ, რომ ეს ვიზუალიზაციის ნაწილი გაკეთებული გაქვთ. რა თქმა უნდა, ყოველ დღე ეს ვიზუალიზაცია შეიძლება გქონდეთ სხვადასხვანაირი, იმიტომ რომ სხვადასხვა დღე წარმოიდგინოთ, თუმცა ძირითადი, ესე ვთქვათ, სიკეთეები, რაც არის, მუდმივად უნდა დაყვებოდეს ფონად და ერთი და იგივე კადრს და დეკორაციებს ატრიალებდეთ იმისთვის, რომ ტვინმა აღიქვას ეს თქვენთვის მნიშვნელოვნად. და კიდევ ერთ ძალიან კარგ რჩევას გეტყვით პირადი მაგალითიდან, თუ არ გინდათ, რომ იმედგაცრუება გქონდეთ და გინდათ, რომ შედარებით მალე მოვიდეს ამ მიზნების შესრულება თქვენს ცხოვრებაში, თუ ხართ A წერტილში, ნუ ჩაიფიქრებთ, არ ვიცი, Z-ს, ანუ 100-თან ახლო წერტილი ჩაიფიქრეთ, B, C, D, E, პირობითად ვამბობ, გააქვთ ხელფასი $10,000 და გინდათ, რომ ხელფასი გქონდეთ $100,000. ან არ ვიცი, თქვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გქონდეთ 1 მილიონი. რაღაცა შუალედური ჩაიფიქრეთ, რომ ჯერ იქამდე მიხვიდეთ. იქიდან ჩაიფიქრეთ, მერე თქვენი საბოლოო მიზანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი ხანი მოგიწიოთ. ლოდინი, იმიტომ რომ რაც უფრო შორს არის თქვენი მიზანი, შესაბამისად უფრო მეტი მოქმედება, მეტი პრაქტიკა, მეტი ფოკუსი გჭირდება და ადრე სულ ეგრე მეგონა, რომ ამ მიზნებში უნდა ესე ვთქვათ, დამეწერა ძალიან შორეული რაღაცები, რაც აი ცოტა რო არ გჯერა რეალურია თუ არა რა და მე რაღაცები რომ შევხედე რომ ეს მოდის ჩემ ცხოვრებაში, ეს არ მოდის ჩემ ცხოვრებაში, ან ძალიან გვიან მოდის და ბევრი ნაბიჯის გადადგმა მიწევს, მივხვდი რომ ეს რეალურად იმიტომ არ მოდის, რომ ძალიან შორსი იყო და ამიტომ უფრო დიდ мотивაციას მაძლევს, როცა ჩემ გარშემო უკვე მიმდებარეთ, აი რომ ხედავ, რომ ამ მიზანს რაღაც პერსპექტივა იქ ხედავ, ან ამ მიზანს აქვს პერსპექტივა ხედავ, აი ამ მიზნებთან ახლოს ვაკეთებ ვიზუალიზაციებს და მანიფესტაციის პრაქტიკას და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდები იმ ჩემ საბოლოო შორეულ მიზნებს და დამიჯერეთ ესე ბევრად უფრო თავდაჯერებულები ხდებით, საკუთარი თავის რწმენას გაქვთ, სამყაროს რწმენაც გაქვთ, არც გადაიწვევით, არც უმადურები არ იქნებით და ბევრად მარტივად მიხვალთ იმ თქვენ საბოლოო მიზანთანაც, იმიტომ რომ იმედგაცრუებები და რაღაცა ეს დემოტივაცია ნაკლები იქნება თქვენს ცხოვრებაში. ვიზუალიზაციის კიდევ ერთი ძალიან კარგი ალტერნატიული პრაქტიკა არის ეს დოუთის არ უწერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგი არ იქნება. ჩემი პრაქტიკა არის, თუმცა ტრანსერფინგიდან ვისწავლე, ეს ძალიან კარგი წიგნია ტრანსერფინგი და 5-ია თუ 4 არ მახსოვს, გავივლით ჩვენი წიგნების ეპიზოდებში. აი მაგალითად, ხო, არც ისე შორს არის თქვენგან თქვენი საოცნებო მანქანა, იმიტომ რომ ნელ-ნელა რაღაცნაირად თქვენი ფინანსური მდგომარეობით მისული ხართ მაქედან, მაგრამ აი თქვენი ტვინი დისკომფორტშია, იმიტომ რომ მაგალითად არ ხართ გაზრდილი, არ ვიცი, მდიდარ ოჯახში, ან ხართ და რაღაცნაირად გონიათ, რომ არ იმსახურებთ ჯერ. მე მქონდა ეგეთი მომენტები ცხოვრებაში, როცა მქონდა ის შემოსავალი, რომ შემეძლო საკუთარი თავისთვის მეყიდა კონკრეტული ნივთები, რაც მინდოდა, მაგრამ აი ამ მაღაზიებში რო შევდიოდი, რაღაც ვერ ვგზნობდი თავს, რომ იქაურობას ვეკუთვნოდი. აი მეგონა, რომ კონსულტანტები განმიხილავდნენ, ან აი ეგონათ, რომ თავდაჯერებული არ ვარ, ან რეალური მყიდველი არ ვარ,
ვარ მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ანგარიზე მქონდა ესახა და რეალურად მინდოდა კიდო და აი რაღაცნაირად ისე ვიყავი მორცხვად ძალიან და მე ეს მართლა ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომ რაც გინდათ მაგალითად სახლი, მაგალითად მანქანა. წადით მშენებლობებზე დაათვალიერეთ, სეილზმენებს გამოელაპარაკეთ, პროექტები გამოაგზავნინეთ, მანქანის ტესტ-დრაივები დანიშნეთ. ანუ ესე ვთქვათ, შედით მაგ სიტუაციაში, შედით მაგ გარემოში, რომ აი ტვინს, აი ამ სიახლის შიშის ბარიერი მოუხსნათ. ხშირად ჩვენ ფინანსურად და მატერიალურად მზად ვართ რაღაცეებისთვის, მაგრამ ჩვენი ტვინი არის შიშებში და ჩვენი ტვინი ვერ გადაერთო და ყველგან რისკებს გვანახებს, რომ არ გინდა ეხლა არ იყიდო იქ რომ დაიწოს, არ გინდა ეხლა არ იყიდო სამსახური რომ დაიხურეს და ის სულ გვაშინებს, იმიტომ რომ თვითონ კომფორტულად არ გძნობს თავს ამ მიზანთან. ამიტომ ვიზუალიზაციის პარალელურად თუ იმ ნივთების ან მდგომარეობების შეგრძნება შეგიძლიათ ადგილზე, მაგალითად ვისაც არ ვიცი, მედიტაცია გინდათ, წადით მედიტაციის ცენტრებში ან მანქანა გინდათ, წადით მანქანის ცენტრებში, შედით ამ გარემოში. ერთხელ უხერხულოდ იგრძნობთ თავს, მეორეჯერ უხერხულოდ იგრძნობთ თავს და მესამეჯერ აღარ იგრძნობთ უხერხულოდ თავს. და აი მე მაქვს ერთი ეგეთი მაგალითი, რომ ეგ ჩემი კომპლექსი რაღაცნაირად რომ ძალიან ძვირიან მაღაზიებში თუ შევდიოდი ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად, იმდენად გადავლახე, რომ აი მაგალითად ეხა პანამა სიტიში ნებისმიერ მაღაზიაში ისე უბრალოდ შევდივარ, არაფრის ყიდვა არ მინდა, იმიტომ რომ რაღაც ეხა მატერიალური ნივთებისგან ვისვენებ. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე არ მჭირდება და არ მინდა. და აი შევდივარ და მათვია, არ ვიცი, ჰავაიანას ჩუსტები თუ სწორად ვამბობ. და რაღაცა, აი, არ ვიცი, მარტივად რა ძალიან პიჟამა ჩათვალეთ. და მაღაზიაში ისე საბეჭილებას ვტავებ, იმდენად თავდაჯერებული ვარ და კომფორტში ვარ და თამამად ვსაუბრობ და ის მანახეთ და ამას გავისინჯავ და ასე შემდეგ, რომ გამყიდველი რომ გამოვდივარ მაღაზიიდან ნომერს მთხოვს და მე აი ეხლა მაგალითად ერთ-ერთი მაღაზიიდან კვირაში ერთხელ მწერენ, რომ ეს მოდელი საათი ჩამოგვივიდა, გთხოვთ იქნებ მოხვიდეთ და მოირგოთ და მოგეწეროთ. საათები არ მაინტერესებს საერთოდ და არ მომწონს და არც მიყვარს და არც ხონია, მაგრამ აი ხანდახან საჭიროა რომ თქვენი კომფორტის ზონის მიღმა გადააბიჯოთ იმისთვის, რომ ტვინი მიხვდეს, რომ აქაც შეგვიძლია შესვლა, აქ არავინ არაფერს არ დაგვიშავებს, ჩვენ ამას ვიმსახურებთ და დაიწყებს თქვენ სასიკეთოდ მოქმედებას. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვიზუალიზაციის პრაქტიკები აკეთოთ, რომ სულ შანელი გაცვიოთ, თუ თქვენ ტვინს აქვს დიდი დისკომფორტი, ვიზუალიზაციის პრაქტიკას ბევრად მეტი დღე და თვე დაჭირდება, ვიდრე პირდაპირ შანელში რო წახვიდეთ, მოიზომოთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე მართლა დაიჯერებთ, რომ თქვენია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამთ, მეც იმუშავებთ, ან მეტ კონტაქტებს შეიძენთ და ნამდვილად იყიდით თქვენთვის სასურველ ნივთებს და ჩემ შემთხვევაში ძალიან კარგად იმუშავა ფიზიკური შეგრძნებების და ვიზუალიზაციის პრაქტიკა. ეხლა რაც შეეხება მიზნის დაწერას, კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, ვინც თავიანთ მიზნებს წერენ, ბევრად უფრო მალე აღწევენ ამ მიზნებს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არ წერენ, მარტო ლაპარაკობენ, ან ფიქრობენ. ამას მე საკუთარი შეგრძნებებით ვეთანხმები და გეტყვით რატომ. თუ დილას ვიწყებ მანიფესტაციის დღიურით და მე იქ წერ ყოველდღიურად ჩემს მიზნებს, აი იმ დღეს მართლა გეუბნებით, რომ ძალიან კონცენტრირებული ვარ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე პუნქტზე, რომ ამ მიმართულებით გადავდგა ნაბიჯი. აი თითქოს შეხსენებასავით არის რაღაცნაირად საკუთარ თავთან დილიდან კონტრაქტი მიდევს, რომ შენ ამ მიმართულებით თუ გინდა ესენი მიიღო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო და მთელი დღე არის ძალიან პროდუქტიული, ეფექტური და მე ვდგამ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, ჩემზე წერა ძალიან კარგად მოქმედებს და გირჩევთ, რომ თქვენც დაწეროთ. მნიშვნელოვანია
რომ კალამი ან ფანქარი ეხებოდეს ფურცელს, იმიტომ რომ ჩვენს ტვინში ამ დროს აქტიურდება, ესე ვთქვათ, სხვა ნაწილები, ვიდრე როცა ჩვენ კლავიატურაზე ვბეჭდავთ, ეს არის უფრო ავტომატური მოქმედება, რომელსაც ტვინი ისე კარგად ვერ აპროცესებს, რომ ქვეცნობიერში ჩაიტანოს, ამიტომ დაწერეთ. მას შემდეგ, რაც დავწერთ, სასურველია, რომ ეს ჩვენი დაწერილი წავიკითხოთ ხმამაღლა, წავიკითხოთ საშუალო ხმით, ხმამაღლა, ვისაც სიმღერა გეხერხებათ, იმღერეთ, ანუ ეთამაშეთ სხვადასხვა ხმით, აი ვისაც რა გეხერხებათ, მე სიმღერა არ მეხერხება. აქედან გამომდინარე, პრინციპში შეიძლება სიმღერითაც ვსადა, მაგრამ ვკითხულობ ხოლმე ხმადაბლად ჩემთვის, მე საშუალო ტემბრით, მე ხმამაღლა ვიღაცა გარედან რომ ისმენდეს და ესმენდეს, შეიძლება იფიქროს ეს ცოტა ვერ არისო, მაგრამ ვიყენებთ ყველა გზას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეცნობიერამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია და ერთი პრაქტიკაა, რომელიც მე Mr. Doughty-ის პრაქტიკას, ესე ვთქვათ, დავამატე და შერწყმა გავუკეთე. ვიწერ ჩემ ხმას, ყოველდღე არა, ოღონდ შეიძლება 10 დღის ერთი კვირის ინტერვალით, ანუ ვიწერ, როცა ვკითხულობ ჩემ ხმას და ძილის წინ უსმენ ხოლმე და აი ძილის წინ რო უსმენ, შეიძლება ხშირად ეს თქვენი მიზნები მე დაგესიზმროთ, შეიძლება არ დაგესიზმროთ, მაგრამ დილით უკვე იღვიძებთ ისე, რომ თქვენი ტვინი კიდევ უფრო მობილიზებულია, რომ გადადგას რაღაც ნაბიჯები. რაც კი საკომუნიკაციო არხი გვაქვს, ყველაფერს ვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეცნობიერმა მიიღოს ეს ინფორმაცია და მიხვდეს, რომ ეს მიზნები ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ვისაც გეხერხებათ ხატვა, გააფერადეთ, რაც გინდათ გააკეთეთ, ოღონდ ყველა ტიპის არხი და გზა გამოიყენეთ ამ პრაქტიკისთვის. მე-6 ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური, რომელსაც დღევანდელი ეგრეთ წოდებული გურუები ტოვებენ და ამაზე არაფერს არ გეუბნებიან, არის მოქმედება. ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ის არის მანიფესტაციის მარტივი ნაწილი. ამ მარტივმა ნაწილმა თქვენ უნდა აგიმუშაოთ ქვეცნობიერის დახმარებით ცნობიერი ისე, რომ დაიწყოთ მოქმედება და თან დაიწყოთ ფოკუსირებული მოქმედება, ანუ ორიენტირდეთ იმაზე, რაც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ხმაური გათიშოთ, იმიტომ რომ დღეს ყველა მიცით სოციალური მედიის თუ ტელევიზიის თუ სხვადასხვა საშუალებით, ყველა ცდილობს ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი დროის და ყურადღების მიტაცებას და აი ჩვენ რაღაცნაირად ეს ყველაფერი უნდა გავთიშოთ, ორიენტირდეთ საკუთარ მიზნებზე და წავიდეთ წინ. ამაში ძალიან კარგად გვეხმარება ის ყველა წინა საფეხური, რაც ჩამოვთვალეთ. მართლაც რომ გაიღვიძებთ და მედიტაციას გააკეთებთ, მერე მანიფესტაციის ჟურნალში ჩაწერთ თქვენს მიზნებს, მერე წაიკითხავთ, მოусმენთ, იმღერებთ, არ ვიცი, დახატავთ, ვიზუალიზაციას გააკეთებთ, მაღაზიაში წახვალთ, რომ კომფორტში მოხვიდეთ თქვენ მატერიალურ სურვილებს, ან ნამდვილად მოგინდებათ მოქმედება, დამიჯერეთ, ნამდვილად მოგინდებათ მოქმედება. პირველ დღეს თუ არა, ერთ კვირაში მაინც მოგინდებათ მოქმედება. მე პირველივე დღეს მინდება ხოლმე და თან აქვე აღნიშნავ, რომ არ მინდა ვინმე ისე გაიგოს, რომ მე ყოველ დღე ბოლო 15 წელი მანიფესტაციის რუტინაში ვარ. არა, ეს არ არის. არის ჩემ ცხოვრებაშიც ჩავარდნებსაც არ დავარქმევ. პაუზა, როცა მინდა, მაგალითად, ჩემ ცხოვრებას უფრო დავაკვირდე, მესამე თვალით შევხედო, შევაფასო რა მინდა, რა არ მინდა. ეგეთი პერიოდი მქონდა დაახლოებით ეხლა 18-20 თვე, აი ამ წლის მაისამდე არანაირი მიზანი, არანაირი სურვილი, არაფერი არ მქონია, არც მანიფესტაციებს არ ვაკეთებდი. ყოველდღე მუშაობდი იმაზე, რომ გამეგო რა მინდა ცხოვრებისგან, რა არის ჩემი მისია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ამოვხსენიებ და ეხლა ისევ დავიწყე პრაქტიკა. ამიტომ ნორმალურია ის, რომ თქვენ ყოველდღიურად ამას არ აკეთებდეთ, ან გქონდეთ ცხოვრებაში რაღაც პაუზები, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ცხოვრება მიზნების შესასრულებლად ვერ ვიცხოვრებთ. ხანდახან ამ მიზნებს რომ მივაღწევთ, ტკბობა გვინდა და არაფრის კეთება და უბრალოდ ამ მიზნებით ტკბობა. ამიტომ ესე რობოტულად ნუ შეხედავთ და თქვენ თავს მიეცით თავისუფლება ამ ნაწილში. მე-7 ეტაპი არის ყურადღებით ყოფნა და ეს თქვენთან ავტომატურად მოვა, იმიტომ რომ ქვეცნობიერმა უკვე
იცის, რომ ეს რაღაცაები არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და მაგალითს გეტყვით, აი გადაწყვიტეთ სახლის ყიდვა, ან მანქანის კონკრეტული მოდელის ყიდვა და მე სულ მაგ მანქანას ხედავთ. ან რამდენჯერ არის, რომ აი რიცხვებმა იცის, რომ აი ერთი და იგივე რიცხვს ხედავთ, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი თქვენ გარშემო იყო, ეს ლექტორები და მასწავლებლები თქვენ გარშემო იყვნენ, უბრალოდ თქვენ ყურადღებას არ აქცევდით კი არა, თქვენი ტვინის ფილტრში არ გადიოდა. აქედან გამომდინარე, უკვე ქვეცნობიერმა იცის, რომ ეს რაღაცაები ელენესთვის მნიშვნელოვანია და იქ YouTube-ზე რო შევა, აი მოდი დოქტორ დოუთის მოусმინოს, იმიტომ რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია და მოდი ეს რაღაცა ტრეშტოკები არ უნდა ამას არ მოусმინოს. ამიტომ ის ფილტრი რო შევა, საერთოდ არც მანახებს გეგონება ამ ყველაფერს და ესე არის გარეთაც, რო გახვალთ YouTube-ის გარეთაც. მაგალითად შეიძლება ბევრი წელია დადიხართ ერთი და იგივე კაფეში და იქ ბევრი წელია დილაობით დადიან ერთი და იგივე ადამიანები, რომ დალიან ყავა. და თქვენ არასდროს არ უსმენთ მაგათ ლაპარაკს, არც იცით ვინ არიან, მაგრამ აი მას შემდეგ რა თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდა, არ ვიცი, ბიოთექ სტარტაპის დაწყება, შეამჩნიეთ, რომ ეს ადამიანებიც მაგ სფეროში არიან, ყური მოკარით რაზე ლაპარაკობენ და აქ გადავდივართ მერვე ეტაპზე, რომ თქვენ რომ ხართ ყურადღებიანი და უკვე იჭერთ რაღაც ინფორმაციებს და შესაძლებლობებს, უნდა იყოთ გამბედავი, თუ გინდათ თქვენი მიზნის მიღწევა. გამბედაობა არის მოქმედებაში მოყვანა, ესე ვთქვათ, თქვენი სურვილების და მიზნების. გაიგე რაღაც, დაინახე რაღაც, მიდი, დაელაპარაკე, ახალ კურსზე ჩაეწერე, გაგზავნე შენი რეზიუმე, გააკეთე ბიზნესის პროექტი, ანუ მერვე საფეხური არის გამბედაობა და თქვენ თუ თქვენი მიზნების მიღწევა გინდათ, სახლში თუ დაჯექით და ჩამოაბნელეთ და მარტო პოზაში იყავით, არაფერი არ მოხდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენი სურვილები და მიზნები, აი სარკე უნდა იყოთ, უნდა ირეკლავდეთ ხალხს, თვითონ უნდა უნდოდეს თქვენთან, ესე ვთქვათ, გასაუბრება ამ თემებზე. იმიტომ რომ თქვენგან ეგვიბრაციები უნდა მიდიოდეს და აქვე ვისაუბრებ ვიბრაციების მნიშვნელობაზეც. რაც არ უნდა თქვენ ზოგადად კარგი მიზნები გქონდეთ ცხოვრებაში, თუ თქვენ ხართ ნეგატიურ მოუდში და არავის თქვენთან ურთიერთობა არ მოუნდა, კონფლიქტურები ხართ, მუდმივად არ ვიცი, სახე ჩამოგტირით და რაღაცნაირად სულ ცუცეძებთ ცხოვრებაში, თქვენ რაც არ უნდა манифестацიის რუტინა აკეთოთ 8 საფეხურიანი და თუ გინდა დაამატეთ კიდე 10 საფეხური, არაფერი არ მოვა თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სხვა ადამიანებსაც უნდათ ურთიერთობა იმასთან, ვისაც შემოაქვს პოზიტივი და დადებითი ენერგიები ოთახში, ურთიერთობაში, სივრცეში, აქედან გამომდინარე იმუშავეთ თქვენს ენერგეტიკაზე, ენერგეტიკულ ველზე, იმაზე, რას ასხივებთ და ნამდვილად არ არის აზრს და მტკიცებულებებს მოკლებული ის, რომ რასაც ასხივებთ, იმას მიიღებ. ამიტომ ეს ჩვენი სუპერ ძალა გამოიყენეთ თქვენს სასარგებლოდ და თქვენი მიზნების მისაღწევად. манифестациაზე შემიძლია არ ვიცი, ძალიან ბევრი ვისაუბრო. უთვალავი რაღაც არის, რაც მე ამ საფეხურებით მივახციე. თუნდაც ის, რომ დღეს მაქვს ისეთი ოჯახი, როგორიც მინდოდა რომ მქონოდა და მე მჯერა, რომ ჩემი მიზანდასახულობით და მოქმედებით მოვედი აქამდე. თუმცა ამ ერთ ეპიზოდში ამ ყველაფერს ვერ ჩავატევ, მაგრამ თუ გაინტერესებთ ზოგადად манифестациების თემა და გინდათ რომ უფრო სიღრმეებში შევიდეთ და ჩემი კონკრეტული მაგალითებით მოვყვე და როგორ მივახციე და ასევე რას ამბობს მეცნიერება და ამ ყველაფერში სიღრმისეულად შევიდე, რაღაცნაირად, არ ვიცი, უკავშირით დავამყაროთ, ან ინსტაგრამზე მომწერეთ, ან აქვე კომენტარებში დამიწერეთ და ვეცდები რომ ბევრი ეპიზოდი ჩავწერო ამ საკითხზე, იმიტომ რომ მართლა ისეთი ინსტრუმენტი გვაქვს ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომ ძალიან კარგია ყველა თუ შევძლებთ ამის გამოყენებას, იმიტომ რომ ეს არის საერთო სიკეთე. თუმცა ისიც არის ფიქრობთ, რომ манифестацიის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევთ, ძალიან კარგადაც მიაღწევთ, ისე რომ შეიძლება ამ манифестацიის რუტინიდან რაღაც საფეხურებს იყენებდეთ, თუმცა ვერაცნობიერებდეთ, რომ ეს არის манифестацიის რუტინიდან, მაგრამ მიზნის მიღწევისთვის ნამდვილად არსებობს სხვადასხვა საშუალება და აქვე ვიტყვი, რომ რაც არ უნდა მადლიერი ვიყო манифестацიის
არსებობის შემცხოვრებაში არ ვიქნები სუბიექტური და გეტყვით, რომ არის სხვა გზებით და სხვა გზებითაც მიმიღწევია ჩემი მიზნებისთვის. ამ ეპიზოდში მინდა გითხრათ, რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომელსაც უშვებენ ადამიანები მანიფესტაციის დროს. პირველი არის ის, რომ აბსოლუტური, ესე ვთქვათ, ჩაციკულები, რომ მინდა ეს მწვანე ჭიქა. ეს მინდა და მორჩა. ესეთი ყური თუ არ ექნება, არ მივიღებ. არა და შეიძლება ბევრად უფრო ხარისხიანი კერამიკის ჭიქა მოვიდეს ცხოვრებაში და იმიტომ რომ მე ვარ ჩაციკული ამაზე, ის არ მომეწონოს და ჩავთვალო, რომ სამყარომ დამსაჯა ან რაღაც არასწორად გაიგო, ან მე ვარ დამნაშავე. ამიტომ უნდა ვიყოთ მოქნილები. ხანდახან ის ჩვენი მიზანი შეიძლება სხვა ფორმით მოვიდეს, შეიძლება უკეთესი ფორმით მოვიდეს, უფრო გვიან მოვიდეს, ან საერთოდ არ მოვიდეს, იმიტომ რომ არ არის საჭირო, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში იყოს. მხოლოდ ფიქრები, საუბრები და რაღაც მთვარეები და ცეცხლები, სურვილების ჩაფიქრებები, მოქმედების გარეშე თქვენს მიზანს მანიფესტაციის დანარჩენი რუტინის გარეშეც მიაღწევთ თუ მოქმედებთ. ამიტომ მოქმედება არის მთავარი. მოქმედების გარეშე არაფერი არ მიიღწევა. თუმცა აქ არის მაგალითად, რომ იმუშავე შედარებით ნაკლები, მაგრამ მიიღე უფრო მეტი შედეგი. ეს კიდე სხვა სტრატეგიებია და სხვა მიმართულებებია, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ადრე მეგონა თუ არ ვიმუშავებდი 80 საათი კვირაში, ვერ მივაღწევდი მიზანს და ვმუშაობდი 80, მაგრამ ეხლა აღარ ვფიქრობ ეგრე. ვფიქრობ, რომ ადეკვატური საათები შემიძლია უფრო მეტ შედეგს მივაღწიო, მაგრამ რაღაცაები უნდა შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში, თუმცა მოქმედების გარეშე საჩუქრებს არავინ არ იღებს. საჩუქრებს იღებენ ის ადამიანები, რომ ვეძახით, რა იღბლიანია. იღბლიანი კი არ არის 100-ჯერ ცა და 100-ჯერ არ გამოუვიდა, ან 20 წელი დახარჯა და ნუ ბოლოს ააშენა ის მილიარდიანი სტარტაპი, იმიტომ რომ ბევრჯერ ცა და ბევრჯერ ვიდრე საშუალო ადამიანი ცდიდა. ანუ იღბალი მოდის იმათთან, ვინც ცდილობს, ვინც შრომობს და მოქმედებს და ვინც სახში ზის და ღმერთო გამომიგზავნე მანქანა, არ ვიცი შეიძლება როდისმე ნათესავმა აჩუქოს, ან უმრავლეს შემთხვევაში არავინ არაფერს არ აჩუქებს. თაღლითური კურსების შეძენა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომ 11-ზე ჩაიფიქრე, ერთ კვირაში შევცვლი შენს ცხოვრებას, არ ვიცი, ერთ თვეში გახდები მილიონერი, ახლა ვაშარჯებ. სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოში რა კურსებია არ გადამიხედავს, მაგრამ ინგლისურ, რუსულ ენაზე ძალიან ბევრი მსგავსი კურსი, წიგნი, ლექცია, ჯგუფი მხვდება და ვფიქრობ, რომ ეხლა თუ არა, ნელ-ნელა საქართველოში ჩემოვა და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ მხოლოდ სურვილის ჩაფიქრებით ის ადამიანები გააკეთებენ ფულს, ვინც თქვენ ამაში დაგაჯერეთ და თქვენ უკეთრავთ და დარჩებით ხახამშრალები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მანიფესტაცია არის ყოველდღიური რუტინა, რომელიც არის ტვინის ვარჯიში იმისთვის, რომ ფოკუსირდეს ჩვენს მიზნებზე და დავიწყოთ მოქმედება. გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ დისციპლინირებულები, თანმიმდევრულები ჩვენს მოქმედებებში და რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, ჯაჭვი ავაწყოთ ნაბიჯების, რომელიც ნელ-ნელა მიგვიყვანს ჩვენი მიზნების შესრულებამდე. აქედან გამომდინარე, მართლა ძალიან კარგი სავარჯიშოა, გირჩევთ, რომ დაიწყოთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და რამე თუ გაინტერესებთ მანიფესტაციასთან დაკავშირებით, გთხოვთ ან ინსტაგრამზე მომწეროთ პირადში, ან თუ არ ვიცი, გერიდებათ და კონფიდენციალური არ არის, კომენტარებში დამიწერეთ და შემდეგი ორშაბათის ეპიზოდს ავაწყობ მაგ კითხვების მიხედვით. დროებით და მადლობა.